მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო ერთგულო მაყურებლებო. დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც მთელ სპორტულ სამყაროს, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონს აზანზარებს. მინდა ხაზი გაუსვა იმ დიდებულ სამუშაოს, რასაც დობერდანი აკეთებს. სიმართლე გითხრათ, ბევრი კოლეგა მუშაობს კარგად, მაგრამ ამჯერად მან ნამდვილი ბომბი ააფეთქა. ინტერვიუ ჩვენს ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან. ეს ინტერვიუ მხოლოდ ესპანურენოვან სამყაროში კი არა, მთელ MMA-ის სამყაროში ვირუსულად გავრცელდა. ინგლისურენოვანი არხებიც კი ამაზე საუბრობენ. რატომ არის ეს ინტერვიუ ასეთი განსაკუთრებული? იმიტომ რომ ხშირად ილიას ერთი და იგივე ეკითხებიან, მაგრამ დობერდანმა ზუსტად იქ დააჭირა თითი, სადაც ყველაზე მეტად წკივათ. მან დასვა კითხვა არმან სარუკიანზე. ილიამაც არ დააყოვნა და პირდაპირ თქვა, არმანს UFC-მ არაერთი შანსი მისცა, მაგრამ მან ეს შესაძლებლობები ვერ გამოიყენა. ილიას ლოგიკა მარტივია, როგორც პრომოუტერი, ასეთ პერსონაჟებს შანსებს აღარ მისცემდი. რა თქმა უნდა, სარუკიანი ჩუმად არ დარჩენილა. მან სოციალურ ქსელში საკმაოდ აგრესიული პოსტი გამოაქვეყნა. ამბობ, რომ ჩხუბს ოჯახური პრობლემების გამო თავს ანებებ, მაგრამ ინტერვიუებისთვის დრო ყოველთვის გაქვს. მას ხარ ახარ. აი ასე მიმართა არმანმა ილიას. ჩანს, რომ სარუკიანი ნამდვილად დაიწვა, ის პირადულად შეეხო თემას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ილიას სიტყვებმა მიზანში მოარტყა. იცით რა არის საინტერესო? ზოგიერთი ჰეიტერი ამბობს, რომ ილია დიდხანს არ ჩხუბობს. მეგობრებო, მოდით ფაქტებს შევხედოთ. არმან სარუკიანი წელიწად ნახევარი იყო უმოქმედოდ. წელიწად ნახევარი. მაშინ სად იყავით? რატომ არავინ საუბრობდა ამაზე? ილიას ჯერ ერთი წელიც არ გასულა მისი ბოლო ბრძოლიდან. მე ფაქტებს გეუბნებით და თუ ეს ფაქტები გაღიზიანებთ, ნუ მეჩხუბებით მე, ეჩხუბეთ არმანს. რატომ უნდა გაჩუმდეს ილია? პირიქით, მან უნდა ილაბარაკოს. MMA-ის სამყარო სწორედ ამით ცოცხლობს. თუ ხმას არ ამოიღებ, თუ ხამრის გარშემო ინტრიგას არ შექმნი, არავის დააინტერესებ. ნახეთ ტომას პინალი. ის სულ ლაპარაკობს, რადგან იცის, რომ მძიმე წონას ყურადღება სჭირდება. ილია აკეთებს იმას, რაც პროფესიონალმა უნდა გააკეთოს. ის მედიაში აქტუალურია მაშინაც, კი როცა ოქტაგონზე არ დგას. მაგრამ აქ ჩნდება ერთი დიდი კითხვა, რაზეც ბევრი კამათობენ. უნდა ჩამოერთვას თუ არა ილიას ქამარი მისი პირადი პრობლემების გამო. ზოგი ამბობს, რომ კი, ჩელ სონენიც კი გამოხდა და თქვა, რომ უმოქმედო ჩემპიონი ორგანიზაციისთვის წამგებიანიაო. მაგრამ გაიხსენეთ ჯონ ჯონსი, მას ქამარს წოლობით უნახავდნენ. რატომ არის ილიას შემთხვევაში სხვანაირად? ჩემი აზრი ასეთია. ჩემპიონმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა იჩხუბოს. თუ არის სერიოზული ტრავმა ან გამართლებული მიზეზი, ერთხელაც მოსულა. მაგრამ თუ უბრალოდ ისვენებ, მაშინ დროებითი ქამარი უნდა გათამაშდეს. ეს წესი ყველას უნდა ეხებოდეს, ილიასაც და სხვასაც. თუმცა ის, რაც ახლა ხდება ილიასა და არმანს შორის, არის იდეალური ბიფი. ილიას არმანის ოჯახისთვის შეურაცხყოფა არ მიუღენებია. მან უბრალოდ თქვა, რომ არმანი სარუკიანი არ იმსახურებს ტიტულზე ჩხუბს. მოდით ახლა უფრო ღრმად ჩავთხაროთ და შევეხოთ იმას, რაც ბევრს არ სურს, რომ ხმამაღლა თქვას. საქმეში ჩაერთო ალი აბდელაზიზი, MMA-ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სკანდალური მენეჯერი. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ილია თოფურიას ქამარი უნდა ჩამოერთვას, რადგან მას პირადი პრობლემები აქვს და ვერ ჩხუბობს. აი აქ კი ნამდვილი პარადოქსი იწყება. ალი ეხება სპორტის ყველაზე მგრძნობიარე თემას, რამადანს. ყველამ ვიცით, რომ მებრძოლების დიდი ნაწილი, მათ შორის ისინი, ვისაც ალი წარმოადგენს, წელიწადში რამდენიმე თვე ფაქტობრივად თამაშიდან გადიან. რატომ? იმიტომ რომ რამადანის დროს ვერც სრულფასოვან მოსამზადებელ ბანკს გაივლი და მით უმეტეს ვერც იჩხუბებ. ეს მათი რელიგიაა, ჩვენ ამას პატივს ვცემთ, მაგრამ მოდით ობიექტურები ვიყოთ. ამის გამო უამრავი საჩემპიონო ბრძოლა ფერ ხდება ყოველწლიურად. და აი რა არის საინტერესო. როდესაც ალის მებრძოლები არ ჩხუბობენ რელიგიური მიზეზით წელიწადში 6-8 თვე, ეს ნორმალურია. მაგრამ როდესაც ილია თოფურიას ერთხელ შეექმნა პირადი ცხოვრებისეული სირთულე, ალი მაშინვე ქამრის ჩამორთმევაზე იწყებს საუბარს. ეს ხომ აშკარა ორმაგი სტანდარტია. ილიას შემთხვევა ერთჯერადია, ალის მებრძოლებთან კი ეს ყოველ წელს მეორდება. რამადანის დროს ჩხუბი წარმოუდგენლად რთულია. მთელი დღე საჭმლისა და წყლის გარეშე ყოფნა, როცა ორგანიზმი პიკურ დატვირთვაზეა, ეს გმირობის ტოლფასია. ვიცით, რომ მაგალითად ანკალაევი ცდილობდა ამას, მაგრამ ეს გამონაკლისია. ჩემპიონატები კი ზიანდება, როსტერი ჩერდება. ამიტომ როცა ალი აბდელაზიზი ილიას აკრიტიკებს უმოქმედობის გამო, ეს უბრალოდ სასაცილოა. შენი მებრძოლები წელიწადში ერთხელ ძლივს გამოდიან ოქტაგონზე და შენ სხვას უთითებ. ახლა კი დავუბრუნდეთ არმან სარუკიანს. ბევრს გონია, რომ არმანი ბოლო 6 თვეში გახდა მხეცი.
სინამდვილეში ის დიდი ხანია უმაღლესი დონის მებრძოლია, მაგრამ იცით რატომ არავის აინტერესებდა აქამდე? იმიტომ რომ მას არ ჰქონდა მედიური წონა. სარუკიანი ბოლო 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ოქტაგონზე. ეს არის საშინელი უმოქმედობა და დღეს ის მხოლოდ იმიტომაა ყურადღების ცენტრში, რომ ილია თოფურიას ეკაჩება. ილია არის მედიური გიგანტი. ის არის ვარსკვლავი და სარუკიანი ცდილობს ამ ტალღაზე აყვეს. სიმართლე გითხრათ, მე ადრეც ვდებდი ვიდეოებს არმანზე. ჯერ კიდევ 1 წლის წინ, მაგრამ მაშინ თქვენ, მაყურებელს, ეს საერთოდ არ გაინტერესებდათ. ნახვები იყო მინიმალური. როგორც კი თემა ილიას შეეხო, ყველამ გამოიღვიძა. ეს არის ინდუსტრიის მექანიზმი. ხალხს აინტერესებს დრამა, აინტერესებს ბიფი. ილია ახლა თავისი კარიერის ყველაზე რთულ ეტაპზეა. სოციალურ სათხში ვხედავთ კადრებს, სადაც ის მერაბ დვალიშვილთან ერთად ვარჯიშობს, იღიმის, ფიზიკურად კარგ ფორმაშია, მაგრამ ნუ მოტყუდებით. როდესაც ადამიანი ღამით ბალიჟზე თავსდებს, მხოლოდ მას იცის რა ხდება მას თავსა და გულში. მომავალი ბრძოლა იქნება გადაწყვეტი. ის აჩვენებს, რისგან არის სინამდვილეში ილია თოფურია გამოძერწაბი. გატეხავს მას ეს წნეხი თუ უფრო გაასძლიერებს. სხვათა შორის, ბევრმა თქვენგანმა დაწერა, რომ ილია სპექტაკლებს დგამს და რეალურად არანაირი პრობლემა არ აქვს. მართლა გგონიათ, რომ ადამიანი, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო, ასეთ რამეს მოიგონებდა ბრძოლისგან მისასაღებად? მე პირადად მგონია, რომ ეს ილიას შეურაცხყოფაა. თქვენ რა სიტყვით, ვის მხარე ხართ ამ კონფლიქტში? ცივი ფაქტების თუ ემოციების? დაწერეთ, არ მოგერიდოთ. ყველაზე მწარე კომენტარებსაც ვეწავიკითხავ. მოდით პირდაპირ ვთქვათ. ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ, არის დიდი თამაშის ნაწილი. ბევრი პროგნოზირებს, რომ ილია თოფურია ოქტაგონზე მხოლოდ 2026 წელს დაბრუნდება. ზოგს გონია, რომ ეს ძალიან დიდი დროა, მაგრამ დამიჯერეთ, როგორც კი ის ბრძოლა ჩაინიშნება, მთელი ეს ნეგატივი და კრიტიკა ერთ წამში გაქრება. ხალხი ისევ დაიწყებს მის გამარჯვებაზე ფსონების დადებას და ყველას დაავიწყდება ის პაუზა, რომელიც მას ახლა აქვს. თუმცა, არ მინდა ვარდისფერი სათვალით გიყუროთ. ილია ახლა მართლაც ყველაზე დიდ საფრთხეშია, რაც კი ოდესმე მის კარიერაში ყოფილა. რატომ? იმიტომ რომ ის ახლა 100%-ით არ არის ფოკუსირებული მხოლოდ სპორტზე. დიახ, ჩვენ ვხედავთ მას ტელევიზიებში, ესპანურ შოუებში, პაბლო მოტოსთან ერთად იცინის და ერთობა, მაგრამ ფსიქოლოგიური წნეხი მაინც თავისას შვება. როდესაც ჩემპიონი ხარ, შენი ყოველი ნაბიჯი მიკროსკოპის ქვეშაა. ნებისმიერი ინტერვიუ, ნებისმიერი ვარჯიშის ვიდეო, ყველაფერი განიხილება როგორც სისუსტე ან სიძლიერე. არმან სარუკიანი კი ამ მომენტით სარგებლობს. სიმართლე გითხრათ, მე არ ვადანაშაულებ არმანს. ის აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ნებისმიერმა მებრძოლმა, რომელსაც სურს, რომ ხალხმა მასზე ილაპარაკოს. ილიამ შექმნა ეს შესაძლებლობა და არმანმა ჩაავლო ხელი. ეს არის სპორტული მარკეტინგი. თუ ილია ინტერვიუებს არ მისცემდა და ჩუმად იქნებოდა, ეს მისი მხრიდან ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა. მაშინაც კი, როცა არ ჩხუბობ, ხალხს შენი სახელი პირზე უნდა ეკეროს. ეს არის განსხვავება უბრალოდ კარგ მებრძოლსა და მეგავარსკვლავს შორის. ახლა კი მინდა იმაზე ვისაუბროთ, რასაც ხშირად მიწერთ. რატომ არ საუბრობ სხვა მებრძოლებზე? რატომ სულ ილია და არმანი? მეგობრებო, მოდით ვიყოთ გულწრფელები და დავანებოთ თავი თვალთმაქცობას. თქვენ ხართ ისინი, ვინც წყვეტს რაზე ვისაუბრო მე. მე რომ ხვალ დავდო ვიდეო რომელიმე სხვა ნიჭიერ, მაგრამ უცნობ მებრძოლზე, მას ექნება 100 ნახვა. ილიაზე კი 100,000-ობით. ეს არის ბაზარი, ეს არის ინტერესი. თქვენ გაინტერესებთ ილია თოფურია, იმიტომ რომ ის არის მოვლენა. ილიას შემდეგი ბრძოლა იქნება პასუხი ყველა კითხვაზე. თუ ის მოიგებს, სარუკიანი და ალი აბდელაზიზის სამუდამოდ გაჩუმდებიან. თუ წააგებს, მისი ჰეიტერები ამას სიცოცხლის ბოლომდე შეახსენებენ. მაგრამ ერთი რამ ფაქტია. ილია თოფურიამ შეძლო ის, რაც ვერავინ სხვამ. მან MMA ჩვენს რეგიონში ყველაზე განხილვად თემად აქცია. საბოლოო ჯამში ეს ბიფი სპორტისთვის კარგია. ეს მუხტია, ეს ემოციაა. ასე იზრდება ინტერესი, ასე იწერება ისტორია. ილია აგრძელებს თავის გზას, არმანი აგრძელებს ყვირილს, ჩვენ კი ველოდებით იმ დღეს, როდესაც ეს ყველაფერი ოქტაგონზე დასრულდება. და ბოლოს, მინდა ერთი ისეთი რამ გითხოთ, რასაც შეიძლება ბევრს არ მოგეწონოთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ილიას ზედმეტად დაიჯერა საკუთარი ვარსკვლავობა და დაავიწყდა, რომ ქამარი მხოლოდ რკინის ნაჭრია, თუ მას მუდმივად არიცავს? იქნებ მართალია სარუკიანი და ილია მართლა მასხარაობს კამერების წინ? დაწერეთ ყველაზე კრიტიკული აზრი, რაც გაგიჩნდათ. არ მინდა მხოლოდ ქებადიდება, მინდა რეალური, თუნდაც მწარე დისკუსია. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.